საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუგზარ ციკლაური მიდის ექიმთან და ეუბნება: ექიმო, რა ვქნა, ყოველდღე ჩემი თვალით ხედავ რა სისხლისღვრა და უბედურება ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში და იქნება რამე მნიშვნელო. ექიმი ეტყვის: აჰა, ეს აბი დალია და ამაღამე დაგივლისო. ნუგზარი კიდევ ეუბნება: ექიმო, არ შეიძლება ხვალ დავლიო, დღეს ბრაზილია ჩეჩნეთის თამაშია და ჩეჩნებზე მაქვს დადებულიო. საწყალი ქართველი კაცი მიდის და გზაზე შეხვდება დიდი ქვა. ქვაზე წერია: აქ ეწახვალ ტანჯვით მოგდები, აქ ეწახვალ წამებიდი. საწყალი ამოიოხრებს, ამოიღებს ტელეფონს და რეკავს: ბატონო კობა, ის 9-მთა გადმოვიარე უკვე და ეს ქვაც შემხვდა და აღარ მახსოვს, ფოცხო ეწერისკენ ტანჯვის გზა მიდის თუ წამების. საღამო მშვიდობისა, თუ ეს ტელეკუთებშია ყოველდღიური გადაცემა, ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის წამყვანზე უკეთესი ვასიკო ოდიშვილი გახლავთ. საქართველოს ხელისუფლებასთან დაძმობილებულ ყაზტრანსგაზის ფანტაზიას როგორც ჩანს საზღვარი არ აქვს. როგორც აღმოჩნდა, ეს ბიზნეს ორგანიზაცია ჩვენს თანამოქალაქეებს თანაცხოვრების ახალ ორიგინალურ მეთოდს თავაზობს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ყაზტრანსგაზი, რომ ერთი აბონენტის მიერ გაზის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ბუნებრივ აირს საცხოვრებელი კორპუსის მთელ სადარბაზოს უთიშავს, ტელეკომპანია კავკასიისთვის რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი. თბილისელები ამბობენ, რომ გაზის საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში მიმწოდებელი კომპანიისგან გაფრთხილებას იღებენ. გაფრთხილების შემდეგ კი აბონენტს სახლშიც უკავშირდებიან და ემუქრებიან, რომ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში გაზს მთელს კორპუსს გაუთიშავენ. აი, რა აქვს ახლა ამ ინიციატივას დასაწული? ვერც კი ხვდება ეს ხალხი, რომ ყაზტრანსგაზს და ჩემს მთავრობას ამგვარი მოქმედებით მხოლოდ ხალხში ურთიერთსიყვარულის გაგვიძება უნდათ, ხო? დიახ, ჩვენ სასწრაფოდ უნდა აუყვეთ ხალხო ამ ინიციატივას. მთელმა ქვეყანამ დავიდგათ ერთი გაზის ბალონი და იმის გარშემო შემოვეწყოთ. ჩავიდგათ შუაში ერთი ტელევიზორი, მაინც ყველას ერთი და იგივე არხს გვაყურებინებენ და მაგრამ ერთად უყუროთ და ბოლოს უკვე პოლიტიკურად და საზოგადოებრივადაც რომ მოვწიფთებით, მთელმა ერმა არჩევნებისას ჩვენს ხელისუფლებას გამოვართათ ერთადერთი საარჩევნო ბიულეტენი და იქ დავაფიქსიროთ ჩვენი სამოქალაქო პოზიცია. ასე ვიცხოვროთ ყველამ ერთ დიდ სადარბაზოში. სამაგერო დანარჩენი სადარბაზოები და საცხოვრისები გამოთავისუფლდება და იქ ჩასახლდებიან ბურები, დათესენ სიკეთეს და მოიმკიან ბედნიერებას. მე დღეს დავწმუნდი, რომ დონალდ ტრამპი ბრძენი კაცია. და თუ რატომაა ბრძენი, ახლავე განახებთ. მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს ახალ პარტნიორს. ჩვენ უამრავ წარმატებას მივაღწევთ. ეს ნამდვილად ფანტასტიკური იქნება. რაც შეეხება ბატონ მიხეილ სააკაშვილს, თქვენ მართლაც მთელ ევროპაში და მთელ მსოფლიოში კერპი ხართ. მოიცა, ესე იგი რა გამოდის, ჩემი მაღალი კერპი, ანუ ღვთაება ყოფილა და ვერ ვხედავდით ამას? რამ დაგვაბრმავა ხალხო? შურმა და ღვარძლმა როგორ გაგვაბოროტა და თვითამხელა კერპი ყოლია და ჩვენ კიდევ ლაფს ვესროდით. თუმცა საინტერესოა, რომელი კერპია ჩემი მაღალი ღვთაება. თუ მის გავლილ პრეზიდენტობას გადავხედავთ, დარწმუნდებით, რომ ჩემი მაღალი დროთა განმავლობაში სხვადასხვა კერპებში ტრანსფორმირდებოდა და კერპიც, ესე იგი, როდესაც რომელი კერპიც გჭირდებოდა, იმ კერპის საქმიანობას ეწეოდა. თავიდან იგი უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი კერპი იყო და ხალხის მოთხოვნა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ეს მაღალი კერპი მაშინვე უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად შეჭრილიყო რომელიმე დიდ შენობაში და ხალხის ნება-სურვილის აღსრულება ჩაის სმით აღენიშნა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის შიგნით დაძლია უსამართლობა, ჩემი კერპი მებრძოლ კერპად გადაიქცა და ვითარც არმაზი დაეტაკა ჩვენს ურიცხ მტერს და ფიცხელი ბრძოლიდან ისეთივე გამარჯვებული დაბრუნდა, როგორც ამას კერპი არმაზი აკეთებდა. თუმცა ბოლო პერიოდში საკვებზე ფასების კატასტროფული ზრდის შემდეგ ჩემმა მაღალმა გადაიცვა ღვთაება ჰარალეს ფორმა და მასამით მოსავლიანობის ზრდაზე დაიწყო ზრუნვა. თუ არ ჯერათ, რომ ჩემი მაღალი კერპი ჰარალი არის, აგერ ნახეთ თქვენი თვალით. თავარი არის, რომ აი წვეთურნები დავდგათ ყველგან და ნახეთ წვეთურნები რას იზამენ. ყველა მეთოდის გამოყენებით წვეთურნები დაუყოვნებლივ ყველგან, სხვა შორის დავიწყოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად შეგვქნეს სარწყავი წყლის პრობლემა, მაგალითად ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდებარე ტერიტორიებში ვნახოთ ექსპერიმენტის სახით დიდი მეურნეობა გავაკეთოთ, მაგრამ ყველგან უნდა დაიდგას ეს წვეთურნები, თანამედროვე სარწყავი საშუალებები, ყველგან უნდა მივცეთ ახალი ტექნოლოგიები. აჰა, გეუბნებით არალე არის მეთქი, ჩემი მაღალი, ხო. აბა რატომ მე არ მოვივიდა ასრად სოფლის მეურნეობის კულტურების მორწმა წვეთოვნებით? კარგი, მე ვერ მოვიფიქრე და რატო სხვებმა არ მოიფიქრეს?
იმიტომ რომ ჩემმა მაღალმა გამოიდო თავი, გაკერპდა და მაგიტომაც მოუვიდა ასეთი ღვთაებრივი იდეა სოფლის მეურნეობის ეფექტურობის გასაზრდელად. თუ ვინმეს ეჭვიგეპარებათ რომ ეს უბრალო მოკვდავია და არა კერპი მაღალი ჰარალე, სულ უბრალოდ შემიძლია დაგიმტკიცოთ ის რომ ის კერპია მისივე მოხდენილი სასწაულის საშუალებით. სამჯერ გაზრდილი სიმინდის მოსავალი მარტიდან საქართველოში ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლის დარიგება დაიწყება. დღეს საქართველოს პრეზიდენტი სამტრედიაში ჩავიდა და ალექსანდრე ტაბიძის ოჯახს პირადად აუხსნა, რატომ არის უკეთესი ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი. დღეს სიმინდის ნაწილი იმათ შემოაქვს უცხოეთიდან. და ეს ერთია სადაც ყოველთვის აი ყოველ სოფლის შემოვიდა იყოს აქ ესეც საწარმო რომ ეს რო გაიზრდება მოსავალი 3-ჯერ ან 4-ჯერ ამით თქვენ ოჯახს დამატებით რამდენი შემოვა ესე იგი როგორ დაგეგმოთ თქვენი ჯანდაცვის ხარჯები აი თქვენ ურწმუნოებო თუ არ არის ჩემი მაღალი კერპი და კერპზე მაღალი ახლა მე დაემხეთ მუხლებზე და თაყვანსაც სცემდეთ მაღალ ჰარალეს რამე თუ გაიმეტა ჩვენნაირი უბადრუკებისთვის თავისი ღვთიური სიმინდი და ასე განაგრძეთ ცხოვრება მადლიერი სახეებით რომ ჰარალე არ გაგვინაწყენდეს და კიდევ იჰარალოს აწდა მარადის ხალხნო ხომ გახსოვთ ჩვენს მაღლა ერთი ძირმომპალი სახელმწიფო რო არის რუსეთს რომ ეძახიან მაგის ერთ-ერთ რესპუბლიკაში კერძოდ კი ჩეჩნეთში ჩამოსულა ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები ჩეჩნეთის ნაკრებთან სათამაშოდ კარგა გვარიანადაც უხალისიათ უკეიფიათ და უკანაც მშვიდობიანად გაბრუნებულად Кавказские танцы на фоне бразильских флагов. Такого в Чечне еще точно никогда не было. Так ведь и повод необычный. Едет одна из лучших сборных за всю историю. Добро пожаловать на португальском лепешки с творогом. Вот оно, чеченское гостеприимство. А вот и сами гости. Ромарио, Кафу, Дунга. В общем, Dream Team, команда мечты, которая о таком приеме и не мечтала. ახლა ხალხმა შეიძლება იფიქროს მორჩა, რადგან ბრაზილიელები ჩამოვიდნენ ჩეჩნეთში, ესე იგი ჩეჩნეთის რეგიონში მშვიდობა დამყარდა და აღარც რუსეთი იშლებაო. არადა პირიქით არის ეგ ყველაფერი. სულ პირიქით. ეგ ბრაზილიელები სწორედ რუსეთის დასაშლელად ესტუმრენ ჩეჩნეთს. ჩამოვიდნენ რომ ამხილონ და გააშიშვლონ რუსეთის პოლიტიკა. ჯერ მცირედით დაიწყეს და მოედანზე შემოსულ 11 ჩეჩენ ფეხბურთელს ჩააცვეს შორტები და შესაბამისად აიძულეს გაშიშლებულიყო. ზუსტად ასე იყო. აი ხო ნახეთ ახლა რამზან კადიროვი რომ მიხვდა რომ ბრაზილიელები მის გასაშიშვლებლად იყვნენ ჩამოსულები გონება მოიხმარა და შორტების მაგივრად გრძელი შარვალი ჩაიცვა ეგ კიდევ რა არის ახლა ამბობენ რომ ისა ბრაზილიელები მეორედ კიდევ ჩამოვლენ და სამბას კარნავალს ჩაატარებდნენ და ისა ბოლომდე გააშიშლებენ ჩეჩნულ რუსულ უკუღმართ პოლიტიკას ვიშ რა გამჭრია ხი ხალხნი ყოფილან ეგ ბრაზილიელები დარწმუნებული ვარ რომ მეორე ჩამოსვლისას ჩერკეს და უბიხთა გენოციდს აღიარებენ და სულ გააჩანაგებენ რუსეთის იმპერიას. თან მე როგორც გავიგე ბრაზილიელებიც ძალიან რეფორმატორები და დემოკრატი ხალხი ყოფილა, ხო? ამ ხალხს გონია რომ მათი სუპერვარსკვლავი რობერტო კარლოსი დიდი ფულის გამო გადმოვიდა დაღესტნურ გუნდ ანჟიში. არა და ეხლა მე გეტყვით სინამდვილეში კარლოს თურმე ოცნებად რა ჰქონია. მას ჰქონია ქართული რეფორმების გაცნობა და ქართული დემოკრატიული ჰაერის ჩასუნთქვა. ხო და სწორედ ამიტომ გადმოვიდა დაღესტანში. უთქვამს 1-2 წელი აქ ვითამაშებ, მეც ჩვეულებრივი კავკასიელი გავხდები და უვიზოდ გადავალ საქართველოშიო. იქაურ გამჭვირვალე პოლიციის შენობებს და შუშის ხიდებს ჩემი თვალით ვნახავ. აბა ეხა პირდაპირ ბრაზილიიდან ჩამოსვლა ძალიან ძვირი დამიჯდებაო. ო, ეგრე უთქვამს. კი. დავით ბაგრაძის ისრაელში ვიზიტი გადაიდო. სტატიას ასეთი სათაურით საინფორმაციო სააგენტო Interpress News-G აქვეყნებს და განმარტავს. რივლინის განმარტებით, მისი თხოვნა დაკავშირებულია შიდა და გარე პოლიტიკურ გარემოებებთან და აგრეთვე ნაწილობრივ საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების დაკავებასთან. მოდით სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და პირდაპირ გავარკვიოთ, მე გეტყვით, რატომ გადაიდო ეს ვიზიტი. როგორც ვიცით, ებრაელები განთქმული ვაჭრები და ბიზნესმენები არიან და უამრავი ბიზნესმენი ყავთ. ხო და როდესაც ბიზნესმენებმა გაიგეს რომ ბაქრაძე ჩადიოდა მათთან, მივიდნენ პრემიერთან და შეხაღადეს. გვიშველე, დავით ბიზნესმჟლეტი მოდის და რამენაირად გადაგვარჩინეო. რივლინმა უპასუხა მათ. თუ კი ბაქრაძეს შეგატოვოთ ხელში და მივიწყოს მარჯვენამან ჩემმან და ენა ჩემი სასას მიეგროს, ჩემ სასას. სპიერმა პრემიერ-მინისტრმა დახვია ხელი ბიზნესმენებს და ყველანი ერთად გადამალა. ზოგიერთი კარადაში შეტენა, ზოგი ლოგინის ქვეშ, ზოგი სარდაფში ჩასვა აქაო და ბაქრაძემ სესხი არ მომთხოვოსო და ბიზნესმენები არ ისაქნასო, ხო, არ მიპოვოსო. ხო და თითქოს ყველაფერი რომ მოგვარდა, ერთი მსუქანი ბიზნესმენი დარჩათ, რომელიც ვერსად ვერ ჩატიეს და ბაქრაძის ქორისებრ თვალს ბიზნესმენი არ გამოიპარებოდა. ხო, შესაბამისად ვიზიტად ჩასულ პარლამენტის თავმჯდომარეს ისრაელში დაახვედრებდნენ პოტიომკინის სოფელს, ხო, რომელიც ჩვენისგან იმით იქნება განსხვავებული, რომ იქ ყველაფერი მინგრეულ-მონგრეული, გამორული და ჩამოშლილი იქნება, რათა სტუმარს მადა არ აღეწრეს.
ახლა აბების ეთერში რეკლამიციდის მიღების დროა. რეკლამიციდი ჩვენს ეთერში. საქართველოს ხელისუფლება შეუდგა გაზის ახალი ფილოსოფიური ეთიკის ნორმების მიხედვით განაწილებას. ახალი ნორმები გვასწავლის, რომ თუ გვერდში მდგომის გაზის მრიცხველი არ გიყვარს, გაზი შენც არ გექნება. კასტრანსგაზი, ძალა ერთობაშია. ქართულ წარმართულ პანთეონს კიდევ ერთი ღვთაება შეემატა. კერპის სახალხო თქმულებებში მოხსენიებულია მანქანების სარკეების და დევნილების მფარველ ღვთაებად. ღვთაება ასევე წყალობს მთელ ერს განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში. თუმცა მოწყალების მიუხედავად, ცნობილია, რომ ღვთაების განრისხება არ არის სასურველი და მიზანშეწონილი. მაღალი კერპი, გიყვარდეთ და გეშინოდეთ. ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველების სასიხარლოდ უნდა ითქვას, რომ ამ სიაში 2 ქართველიც მოხვდა. მეორე წელია Forbes-ის მილიარდერთა სიის სათავეში მექსიკელი მედია მაგნატი კარლოს სლიმია. გავლენიანი ჟურნალის ცნობით მისი ქონება შარშანდელთან შედარებით 20 მილიარდით გაიზარდა. სოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 2 ქართული გვარიცაა. ბიძინა ივანიშვილი 5.5 მილიარდი დოლარით, 195 ადგილზეა. ალექსანდრე ჯაფარიძე კი 574 პოზიციაზე იმყოფება. განა 2 ქართულ ბიზნესმენზე მეტი ვერ მოხდებოდა სოფლიოს მილიარდერების სიაში? უბრალოდ ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ მოასწრო მეტი ბიზნესმენი გაითავისუფლებინა თავისივე მარწუხებისგან, თორემ ჩვენ ქართველებს ყველა რეიტინგის ლიდერებს არ შევხვენეს ასეთი ცუდი მაჩვენებელი. ხო და ამიტომ მომავალი წლისთვის ხელისუფლება აღარ შეიცვენს პირს, მისცემს ქართულ ბიზნესმენებს თავისუფალი საქმიანობის საშუალებას და ნახეთ, ამ რეიტინგებში აბსოლუტური უმრავლესობა თუ ქართველი ბედნიერი ბიზნესმენები არ იქნება. ისე რა კარგია, საქართველოში ოცნებები მაინც რომ არ კონტროლდება, თორემ ბიზნესის გათავისუფლებაზე ოცნების უფლებას ვინ მომწევდა ეხლა მე. ჩემმა მაღალმა და ახოვანმა რუსულ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა და ასეთი რამ განაცხადა. უნდა დაიჯერო ქვეყნის განვითარების პერსპექტივა. არ უნდა მოიპარო არა მარტო 10 მილიონი, არამედ არც 10 ლარი, დოლარი ან რუბლი. არ არსებობს ნახევარი პროცესი ან ნახევრად ფეხმძიმე ადამიანი. არ არსებობს არც ნახევრად რეფორმირება. რეფორმა ან არის, ან არ არის. შენ ან იპარავ, ან არა. როგორი ფილოსოფიური აზროვნება აქვს ამ ადამიანს. თუნდაც კი არ მეძახი მაღალს, ის მართლაც მაღალია და მაღლიდან ყველაფერს ჩინებულად ხედავს და ცხოვრების ფილოსოფიურ ასპექტში დანახვაც არ უჭირს. მას შეუძლია შეაფასოს მოვლენები ოპერატიულად და ობიექტურად. ის ამბობს, რომ არ არსებობს ნახევრად ფეხმძიმე ადამიანი, არც ნახევრად გაკეთებული საქმე. შენ ან იპარავ, ან არა. დიახ, ან იპარავ, ან არ იპარავ. ამ შემთხვევაში დავეთანხმები მაღალს და ვიტყვი, რომ ზოგადად ყველა საკითხისადმი ასეთი მიდგომა უნდა არსებობდეს. ამიტომ მე მინდა განვავრცო ჩემი მაღალის მიერ დაწყებული დიალექტიკური საუბარი. და სურს გითხრათ, რომ არ არსებობს ნახევრად დარბეული მშვიდობიანი აქცია. შენ ან არბევ, ან არა. ასევე არ არსებობს ნახევრად გაბერილი ფასები. ან გაბერე ფასები, ან არა. ასევე არ არსებობს ნახევრად ძარცვა. შენ ან გაძარცვე, ან არა და რომ გითხრათ, არსებობს ნახევრად კონტროლირებადი მედია მეთქი დამიჯერებთ? რა თქმა უნდა, არ დამიჯერებთ. შენ ან აკონტროლებ, ან არა. ასევე არ არსებობს ნახევრად გურამ ჩახვაძე, ან 2 გურამ ჩახვაძე. არ არსებობს დიდება ღმერთო შენ სახელს, ხო? არც რადიკალურად განწყობილი გურამ ჩახვაძე არ არსებობს და არც ოპოზიციონერი გურამ ჩახვაძე. გურამ ჩახვაძე ერთია. პარლამენტში ზის და პრეზიდენტს თავს უქნევს. და ბოლოს არ არსებობს ნახევრად ქართული საზოგადოებაც. ქართული საზოგადოება ერთია, თავისი ეთნიკური უმცირესობებით და რაღაცას ეძებს. ამ ინტერვიუს მსვლელობისას მაღალმა იქვე თათარიახნად და ნაუცბადებად აუხსნა რუს ჟურნალისტებს ბედნიერი და რეფორმატორული ქვეყნის აშენების მეთოდები. ქართული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რეფორმა იყოს რეფორმა და არა მხოლოდ დასახელების შეცვლა. თავარი იყო არა პოლიციის, არამედ სხვა დანარჩენის რეფორმაც. პოლიცია უფრო შესამჩნევია, მაგრამ რაც ხდება სავაჭრო და შემოსავლების სისტემაში და მთლიანად სახელმწიფო აპარატში, ეს არის პრობლემები, რომელიც ჩვენ გადავჭერით. სახელმწიფო სტრუქტურების დამოკიდებულება ხალხის მიმართ. როდესაც გინდა რომელიმე სახელმწიფო აპარატის რეფორმირება, საჭიროა ამას მოყვეს დანარჩენები. უნდა იყოს არაკორუმპირებული ელიტა. ადამიანი, რომელიც იჯდება კაბინეტში, უნდა მიხვდეს, რომ ეს არის მისი ქვეყანა და რომ ამ ქვეყანას აქვს მომავალი. მათი შვილები უცხოეთში კი არ უნდა გაუშვან და იყიდონ სახლები. უნდა დაიჯერო ქვეყნის განვითარების პერსპექტივა. აბსოლუტურად მართალია ეს კაცი. მართლაც შეცვლილია ქართველი ერის დამოკიდებულება საკუთარი სახელმწიფოსა და ხელისუფლებისა. მაგალითად, 7 ნოემბრამდე ყველას გეგონა, რომ ის მთავრობა, რომელიც ხალხს არ მოწონდა, მიდიოდა ხოლმე.
მაგრამ 2007-ში დავრწმუნდით, რომ ცდებოდით, რადგან ამ დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ მთავრობისადმი საოცარი სიყვარული და მოწიწება ჩაგვინერგა. თან იზრუნა, რომ უკლებილ ყველასთვის ჩაენერგა ეს სიყვარული. დიახ, ზოგს არ უნდოდა. არ უნდა ამ სიყვარულის ჩანერგვა და აფთიაქებს მიწისქვეშა გადასასვლელებს და სხვა ასეთ ადგილებს შეაფარა თავი, მაგრამ ეგ არაფერი. სიყვარულის მთესველები იქაც დაეწიან, გამოათრიეს მაგ შენობებიდან და ძირს დაგდებულებს კარგახნის მანძილზე უნერგავდნენ ქვეყნის და მთავრობის სიყვარულს. არც ჩინოვნიკების შესახებ უცრუობს ჩემი მაღალი. ჩვენი ნორჩი მინისტრები მართლაც არ უშვებენ შვილებს უცხოეთში. ან რას გაუშვებენ, თვითონ მინისტრები ისეთი პატარები არიან, რომ საერთოდ არ ყავთ ბავშვები. არც სახლებს იშენებენ საზღვარგარეთ. რატო აიშენებენ ხა იმ გადაკარგულში სადღაც? აქ უფრო დიდი და ლამაზი სახლების აშენება არ შეიძლება, ხო? თან შეიძლება ვიღაცამ ხელი დაადოს სახლს და თქვას ეს ამა და ამ კაცის სახლიაო და აქ კიდე დიდი 1000-ში ერთხელ გურამ ჩახვაძე მიკითხოს ეს ვისი სახლიაო და მე საკუთარ თავს თვითონ ეუპასუხოს უი რა სახლი ჯიხური ყოფილა და თან მე მგონი ჩემია. მოკლედ ასე გულახდილად რომ პასუხობდა ჩემი მაღალი რუს ჟურნალისტის შეკითხვებს, სწორედ ამიტომ დაარქვეს მას ყველაზე უპრობლემო რესპონდენტი მთელ სოფლიოში. აი ნახეთ. ჩვენ ახლა ვნახეთ ინტერვიუ, რომელიც გაზეთ კომერსანტის მიმომხილველმა ვლადიმერ სალავიოვმა საქართველოს პრეზიდენტს ჩამოართვა. მინდა გკითხოთ, ადვილი იყო ამ ინტერვიუს მოპოვება? ინტერვიუსთან დაკავშირებით პრობლემა არასოდეს შეგვქნია. ჩვენ ერთმანეთს უკვე მეოთხედ შევხვდით. ომის დროსაც კი არ ყოფილა ამ მხრივ დაბრკოლება. მეტიც, ინტერვიუს თემებიც კი არ ყოფილა შეთანხმებული. ანუ არავის უთხოვია წინასწარ გამოგვეგზავნა შეკითხვები. ამიტომ ამ მხრივ ის იყო და რჩება გახსნილად. აჰა, აი, სხვა გზა არ დამიტოვა მე ჩემმა მაღალმა და რა ვქნა ახლა უნდა ავდგე და მოვატყუო რომ ვითომ რუსი ლიბერალი ჟურნალისტი ვარ, აბა ქართველებს ზაღლადაც არ ბაგდებს, არ ხვდება და იქნება ასე მაინც გამესაუბროს. მაღალო, მოდი დავიწყოთ ინტერვიუ. ეს რა კარგად აგიშენებიათ მთელი რიგი ქალაქები, რა სიხარული დაგიტესიათ და რა სიმშვენიერი მიგინიჭებიათ ამ თქვენი თურბა მხარისთვის. მაგრამ ბარემ ერთი იმ კითხვაზეც მიპასუხეთ, რომ განცარე ეს ჩვენი ღარიბები და ელიტარულ კორუფციაში ჩაერთე, ტერიტორიებიც რომ დაკარგე, ეგ რა ნამუსია? არ გამომდის რა ეს რუსი ჟურნალისტობა რა, რამდენჯერ უნდა ვცადო კაცო? დამუყავს ეს ჩემი ენა. ახლა ეთერს იმ ადამიანებს ვუთმობ, ვინც ენერგიულად იფხანს ენას და საკმაოდ სასაცილო აზრებსაც აფრქვევს. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. ათეული აბების ეთერში. მეათე ადგილი. საქართველო ბევრ პროგრესულ რეფორმას ატარებს ალიანსში გასაწევრიანებად. მეცხრე ადგილი. ფაქტობრივად ხდება შეჯერება იმისა, რა ხდება, შეფასება, ახალი იდეები ჩნდება. ერთადერთმა მოხსენებელმა დაიმსახურა აპლოდისმენტები შუა მოხსენებაში ეს იყო ბატონი ვაშაძე. მერვე ადგილი. ცხოვრება უცხოეთშიც გაძვირდა, ხოლო ვინც დაბრუნებას გადაწყვეტს, აქ დასაქმების პროგრამა დახვდება. მეშვიდე ადგილი. ფიჩი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანური განვითარების ფაქტორი არის ძალიან მაღალი, არის შექმნილი ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, დაბალია კორუფცია. მეექვსე ადგილი. ხელისუფლება თუ არ წამოვა არაფერზე, თუ არ წამოვა, მერე ჩვენ 8 პარტია ისევ დავჯდებით და მოვილაპარაკებთ, როგორი იქნება ჩვენი ქმედებები, მაგრამ ერთი კი მინდა თქვა, რომ ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოს ამომრჩევლებთან და საქართველოს ოპოზიციურ პარტიებთან ახსნა იმისი, თუ რატომ არ მოდის ამაზე. მთელი მსოფლიოს წინაშე მოუწევს ხელისუფლებას ამის ახსნა. მეხუთე ადგილი. ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით ამომრჩეველთა სიები უკანასკნელი რამოდენიმე არჩევნების განმავლობაში არის დახვეწილი. მეოთხე ადგილი. ერთად თვალებს შევხედეთ, მე ვის მელაპარაკებ, იცით მინდა ვარ მე.
გახსოვართ? ძალიან კარგად მახსოვ ხარ. 2013 წლის ნოემბერში თქვენ უკაცრავად ჩემს გაზეთში მუშაობთ. გახსოვართ? თქვენი მეუღლე ჩემ გაზეთში მუშაობთ. და მე მეუბნებით როგორ ვაპირებ ამ რეჟიმის შეცვლას, მე მეკითხებით მაგას როგორ შევცვალით ერთი რეჟიმი, გახსოვთ? მახსოვს, მაგრამ ახლა მეორე დღეს გეუბნებთ, ისევე შევცვლით. როგორ ვინ თავარი მოთამაშე, ერთ-ერთი თავარი მოთამაშე იყავით, მაგრამ თქვენ არ იყავით გადამწყვეტი ძალა. მესამე ადგილი. მთავრობა გეგმავს არა მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიებებით, ისეთებით როგორც არის თქვა ელექტროენერგიის ვაუჩერი ან სურსათის ვაუჩერი, არამედ სისტემური ღონისძიებებით დაიცვას ჩვენი ოჯახები, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება დაცვა. მეორე ადგილი. ამას ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ მოდერნიზაციის პროგრამაში 2015-მდე, ამას ჩვენ შევძლებთ უახლოესი 12-18 თვის განმავლობაში. ნახავთ, რომ შევძლებთ. პირველი ადგილი. როგორც კი დაიწყება ეს ჩვენი მუშაობა ერთობლივი ხო, ვიხდებიან წველები, რომ გასილებით უფრო კაი პირობებში აღმოჩნდნენ, ვიდრე დღემდე იყვნენ. ეს გახლავთ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.